მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო კონკრეტულად ვახოს სანაიასთან დაკავშირებით, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ იკადრა უკადრებელი. გუშინ მთელი დღის განმავლობაში სანაიას და სანაიას მსგავსი პარაზიტებიც საზოგადოებას არწმუნებდნენ იმაში, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე ვიღაცა ტიპებს დედას იმიტომ აგინებდა, რომ ეს ადამიანები არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და საზოგადოებას ასმენინებდნენ დიმიტრი სამხარაძის გინებას კონკრეტული ტიპების მისამართით და ამას როგორც უკვე აღნიშნე საზოგადოებას ისე უფუთავდნენ, რომ თითქოს დიმიტრი სამხარაძე ქართული ოცნების წევრი აგინებს დედას უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იმის გამო, რომ ისინი არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და დიმიტრი სამხარაძემ ის გინება დამსახურებულად მიუძღვნა იმ ადამიანებს იმის საპასუხოდ, რაც პირადად სამხარაძეს აკადრეს და კიდე მის კოლეგებსაც და ესენი იყო მუქარები, შეურაცხყოფები და რაღაცა ესეთი არასწორი და არაკაცური აქტივობები, რომლებსაც კონკრეტული ტიპები, რომლებიც უკრაინაში არიან წასულები და იქ ბრძოლობენ, კადრულობდნენ და არაკაცობაზე და არასწორობაზე პასუხი იყო სამხარაძის ეგ გინება, რასაც გუშინ საზოგადოებას გვასმენინებდნენ. მე შემიძლია ეხლა თქვენ განახოთ ძალიან მოკლე ვიდეო თუ რა ტიპის ქართველ მებრძოლებს აგინებდა დიმიტრი სამხარაძე გუშინ დედას. ტანკებით შემოვალ, აფხაზეთის მხრიდან შემოვალ. იმიტომ გითხარით გადაგივლით. ვისაც ვისაც კლავთ ეხლა თქვენ და ჩუმად ახართ არაფერს არ აკეთებთ და ხმას არ იღებთ. თქვენ ხართ ტერორიზმის ხელშემწყობები ხალხო. თქვენი დროს მალე დასრულდება. თქვენ ძალიან ცუდად გაასრულებთ. ძალიან ცუდად. თქვენ უნდა გესმოდეთ ეგი. სოჭში ჩართულია და შეიძლება წამებში შემოგდეს რომ ვერც გაასრულოთ ამიტომ. კატოკებით გადაგივლეთ ყველას. მოკლედ, მსგავს არარაობებს აგინებდა დიმიტრი სამხარაძე და მეც შემიგინებია ამ ორი ტიპისთვის აქამდე და ეხლა შევაგინებ ამ ორი ვიღაცა არარაობის, ვიღაცა ფარჩაკის, საცოდავი არსების დედას შევეც. თქვენი დედა მოვტყან მე და ყველას დედა მოვტყან, ვინც მაგ თქვენ აზრებს იზიარებს და ვინც მაგაში გეთანხმებათ, რომ ქართველების თურმე იმიტომ უნდა გადაგვიაროთ კატოკივით, ტანკებით, რომ დედა მოტყნულ მიშას არ უშვებენ თურმე საპატიმროდან. თქვენი დედას შევეცი. აგერ კიდევ ერთხელ და აქვე გეტყვით, რომ ერთი ადგილი არავის არ შეუჭამოთ თქვენი, რა ვიცი მე, არასწორი დედა ვატირე მე. ეს ჩემი გინება ეხლა რომ ვინმე ისე წარმოადგინოს, რომ თითქოს მე ამ ტიპებს იმიტომ ვაგინებ, რომ ესენი არიან უკრაინაში მებრძოლები. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო სამხარაძის შემთხვევაშიც და კიდევ უფრო სამხარაძეს კიდევ უფრო ლეგიტიმური უფლება ჰქონდა ეგინებინა იმ ტიპებისთვის, იმიტომ რომ პირადად მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და პირადად მას უგზავნდნენ რაღაცა მუქარის მესიჯებს და სწორედ ამის საპასუხოდ დიმიტრი სამხარაძემ სულ დედის ტრაკი აგინა ამ ვიღაცა არასწორ არსებებს. ეს იყო და ეს, მაგრამ სანაია როგორი პროჭიც არის, ესეთი პროჭობა იკადრა გუშინ და ცდილობდა, რომ ეს სიტუაცია საზოგადოებისთვის ისე შეეტენა, რომ თითქოს მხოლოდ იმის გამო აგინა სამხარაძემ ვიღაცებს, რომ უკრაინაში ომობენ. ისე შენი დედა მოვტყარ მე ვახო სანაია. სანაია არის ყველაფრის მკადრებელი ტიპი და ვისაც გახსოვთ, ვისაც არა და გაიხსენეთ, რამოდენიმე ხნის წინ
ერთი 2 წლის წინ ალბათ სანაიამ დააჭერინა 2 ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი და იქაც სანაია მოიქცა პროჭულად და ეს 2 ახალგაზრდა კაცი საერთოდ რო არ ეკუთვნოდათ და არ იმსახურებდნენ ისე გაუშვა საპატიმროში. ზამთრის პერიოდი იყო, სანაია მისი მეუღლე და კიდე ვიღაცები მოკლედ მანქანით ვერ ადიოდნენ აღმართზე მოყინულ ასფალტზე და ამ დროს გამოიარეს სანაიას ცოლის მეზობლებმა და უბნელებმა მოიკითხეს სანაიას ცოლი და თან იქვე მიეხმარნენ, მაგრამ სანაია არის ჩვეულებრივი პროვინციელი, აი ტვინით პროვინციელი კომპლექსიანი ყლეროჟა და შესაბამისად ეს რაღაცა მოკითხვა, არ ვიცი როგორ წარმოიდგინა რომ ცოლს უკერავდა ვინმე თუ რა მოელანდა და ამ ბიჭებს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა რომ სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ სანაიასთვის ეგინებინათ და 1-2 შემოერთხათ კიდევაც. მოკლედ, როგორც აი იმ სიტუაციაში ვახო სანაია მართალი იყო, ზუსტად იგივენაირად არის მართალი მისი სიუჟეტი აი ამ სამხარაძის შემთხვევაშიც. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან ცუდ დღეშია ოპოზიცია რეალურად და მათი აი ეს რაღაცა ფაჩიკო არხებიც იმდენად ცუდ დღეში არიან, რომ აი ესეთ სიგიჟეებს კადრულობენ და ესეთ სისულელებს უყვებიან თავიანთ მსმენელებს, როგორიც მაგალითად გუშინ ვახო სანაიამ და მსგავსმა პარაზიტებმა, ტაბლიაშვილებმა და ვიღაცებმა რაღაცა აი ეს სინქრონში საზოგადოებას წარმოუდგინეს. და როგორც ადრეც მითქვია, ეხლაც ვიტყვი, რომ მართლა მეწოდებიან ის ხალხი, ვისაც სანაიასი სჯერა და იმ მსგავსი ტიპების. წარმოიდგინეთ, რა ცუდ დღეში არიან ეს ადამიანები ჩავარდნილი, რომ აი გუშინ რო უყურეს და უსმინეს იმას, რომ სამხარაძე ვიღაცებს დედას აგინებდა, ტიპებს კითხვა არ გაუჩნდათ, აი რატო აგინებდა, ხო? ან აი ბოლომდე რატო არ გვაჩვენებს სანაიას სიუჟეტს, რატო ეს კითხვა არ გაუჩნდათ. იმიტომ არ გაუჩნდათ, რომ სანაიამ წლების განმავლობაში და სანაიებმა კოლექტიურმა ამ ადამიანებს ტვინები ისე გამოურეცხეს, რომ იციან, რომ აი რაც არ უნდა სისულელე უთხრან და აჩვენონ, ყველაფერს დაუჯერებენ და სწორედ ამის გამო იკადრა გუშინ ვახო სანაიამ ის, რომ აი ამხელა შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში თავის მაყურებელს, იმ გაგებით, რომ აი ეს რაღაცა ბოდიში და ყლეობა აყურებინა მთელი დღე როგორ აგინებდა სამხარაძე ვიღაცებს. და ამას როგორ ისე ტენიდა, რომ თითქოს აი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს აგინებს, იმიტომ რომ უკრაინაში იბრძვიან. როგორც წეგან აღნიშნე, ისე შენი დედა მოტყან ვახო სანაია მე, მაგრამ შენგან მეტს რას უნდა მოველოდეთ? კომპლექსიანი, პროვინციელი, ფაჩიკო, პროჭიკა არსება ხარ ვიღაცა და მაგის მეტი არაფერი არ ხარ შენ და არც არასდროს არ იქნება.